მას ასე დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ახლა შემოგვიერთდით, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ საპატრიარქოს ტელევიზია ერთსოულნების დილის გადაცემა განთიაც. შემდგომ წარმოგიდგენთ დღევანდელი გადაცემის ბოლო სტუმარს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ბატონი ლევან სამადაშვილი და არა ლევან დიასავინძე, ბოდიშ ბატონი ლევან გვარი შემეშალა წერან წარდგენისას. ბატონი თანამდებობაზე სამსახურებში ბატონ ლევან, როგორც ყველამ კარგად ვიცით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სამხალხო რეესტრის სააგენტოში შეიქმნა და ბაზაზე კი და ზოგადად ვთქვათ, მისი ამოცანები არის ქვეყანაში სერვისების განვითარების ხელშეწყობა და საინტერესო არის თვითონ ვთქვათ უშუალოდ ეს ახალი ფორმატი, მისი მიზანი, ამოცანები და ამაზე რო გვესაუბროთ. კი ბატონო, პირველ რიგში დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენთან მოწვევისთვის. რაც შეეხება სერვისების განვითარების სააგენტოს, ის ნამდვილად შეიქმნა სამოქალაქო რეესტრის ბაზაზე და ამ ორგანიზაციაში სამოქალაქო რეესტრი წარმოდგენილია ერთ-ერთი დეპარტამენტის სახით, თუმცა ამ ორგანიზაციის მიზნები არის უფრო ფართო, ვიდრე იყო სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსი და ამით დავიწყოთ მაშინ ორი სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მოგეხსენებათ იყო ორგანიზაცია, რომელიც უშუალოდ გასცემდა სერვისებს 4 ძირითადი მიმართულებით, იყო პირადობა, პასპორტი და მიმართულება, ასევე ჰქონდა სამოქალაქო აქტებს, რასაც ოჯახით, საბადების რეგისტრაცია, ქორწინების რეგისტრაცია და შემდეგ რეგისტრაციები, ასევე დოკუმენტების ლეგალიზება და აპოსტილით დამოწმება და ჰქონდა ასევე მოქალაქეობა და მიგრაცია, მოქალაქეობის მინიჭება, მიღება, ბინადრობის მოწმობები და ასე შემდეგ. უკვე ახალ ფორმატში ჩვენ ვფიქრობთ და არა მხოლოდ ვფიქრობთ, უკვე ვახორციელებთ არაერთ პროექტს, რომელიც არ არის უშუალოდ დაკავშირებული იმ პროდუქტებთან, რაც მე ცოტა ხნის წინ ჩამოთვალე და ფაქტიურად სახელის შეცვლა იყო იმის დაფიქსირება, რომ ეს ორგანიზაცია უკვე ძალიან დიდი ხანი ახორციელებს გაცილებით უფრო მეტს, ვიდრე ეს 4 მიმართულება და რეალურად მისი სახელი უკვე აღარ ასახავდა ამ ორგანიზაციის ძირითად ფუნქციებს. რაც შეეხება აი ეს მეტი რა, მოდი თან ძირითადი ზუსტად ამაზე ვისაუბროთ. ჩვენი ახალი მიმართულება, ასე ვთქვათ, არის ის, რომ არ არის აუცილებელი ყველა პროექტის შესახებ საექსპერტო ცოდნა იყოს ჩვენთან დაგროვილი. თუ მაგალითად პასპორტის და ID ბარათების გაცემის როგორც საექსპერტო ცოდნა, ასევე მისი განხორციელება არის უშუალოდ ჩვენთან, ჩვენ ვამბობთ, რომ ნებისმიერი პროექტის განხორციელება სჭირდება ორი ტიპის კომპეტენცია. ერთი არის უშუალოდ საექსპერტო ცოდნა და პროფესიონალიზმის სფეროში, რის გარეშეც ცხადი არ გამოვა. მეორე არის უკვე მეთოდოლოგიური საკითხების ცოდნა. რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ასევე ამის კომპეტენცია არის ჩვენთან და სხვა ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ განახორციელონ პროექტების საკუთარ ორგანიზაციაში, ჩვენ შეგვიძლია გავუწიოთ მხარდაჭერა სწორედ მეთოდოლოგიური საკითხების მოგვარებაში. ეხლა რა გვიცხო კიდევ უფრო რომ დავუკონკრეტებდეთ ვირტუალური არ დარჩეს ეს საუბარი. მაგალითად, ჩვენ გვაქვს არაერთი პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ თვითმმართველობებთან, მუნიციპალიტეტებთან და მათ ცხადია აქვთ ცოდნა იმის შესახებ თუ როგორ მუშაობს გამგეობები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ცოდნა იმის შესახებ თუ როგორ უნდა იყოს პროცესი ორგანიზებული. ჩვენთან როდესაც ჩატარდა პირველი რეფორმა და ისიც ძალიან ქაოსურად ხდებოდა ზოგადად მოქალაქეების მომსახურება, დღეს შეიძლება გაგვეცინოს იმაზე რომ ვისაუბროთ და თქვენ მოვზანდეთ ჩააბაროთ განაცხადი პასპორტის ასაღებად, გითხრათ რომ 10 დღეში მოვზანდებით აიღებთ და შემდეგ უცებ აღმოჩნდეს რომ 10 დღეში კი არა 15 დღეში მეერე კიდე დაგიბაროთ დღეს ანუ უფრო მეტი რომ ანუ ჩემს ჩაგედებ ანუ ეს სოფლებში ან საზოგადოებრივი ცენტრები არის შექმნილი ხო სადაც თქვა საზოგადოებრივი ცენტრები ცოტა სხვა პროექტი არის მე უბრალოდ მინდა მაგალითის სახით გითხრათ ჯერ კიდევ არსებობს პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ჩვენ ვითხოვთ მოქალაქეები ვითხოვენ გარკვეულ სერვისს, ამაზე ზუსტი პასუხი ჯერ არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ მათ იციან სერვისი როგორ უნდა გაიცეს და თვითონ სპეციფიკა მათ არ იციან, როგორ უნდა დაორგანიზდეს ასე ვთქვათ ის პროცესი, რომლის შედეგადაც ჩვენ მივიღებთ მაღალხარისხიან პროდუქტს. შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი პროექტი მათთან არის სწორედ ის, რომ ერთად შევიმუშაოთ კონკრეტული პროგრამა, რომელიც მას მიცემს საშუალებას, რომ უფრო ეფექტურად
მოხდეს თვითონ ეს პროცესი დაორგანიზებული. ამაში მეთოდოლოგიური ცოდნაც არის აუცილებელი გარდა იმისა, რომ ვიცოდეთ მაგალითად ჩვენებობის ნებართვა როგორ გაიცემა. აი როცა ბოდიში რაღაცა რაციონალურად საუბრობ პერიოდების ან ID ბარათების ან პასპორტების გაცემაზე მე არ დამჭირდება დიდი ხანი მე რო პასპორტი პერიოდულად ავიღო მაშინ ჯერ კიდევ სხვა ცხოველება იყო და სხვა სისტემა იყო და არ მოხსარო. თუმცა ყველა აღნიშნავდა რომ ამ შემდგომ გაუმჯობესებაა და დაუშვათ მეტი კომფორტია მომხმარებლისთვის ან გულს მოქალაქეების ხრივ. ეს თქვენი ახალი დაუშვათ რაღაც ეს კიდე რეფორმა თუ შეიძლება ასე ვთქვათ გაუმჯობესება კიდევ უფრო გაუმჯობესებას გულისხმობს იგი მომსახურების თვალსაზრისითაც თვალსაზრისითაც მომხმარებელთან და არ არის მარტო აიცეთა პირადად საუბარი ხო ბევრი რაღაც საშუალება არის გამოც მოდიან თქვენს აგენტოში ანუ გულისხმობს უფრო კიდე გაუმჯობესებას ერთი მხრივ ეს გულისხმობს იმის გაუმჯობესებას რომ ჩვენი სერვისებიც იყოს უფრო მეტად დახვეწილი თუმცა გარდა ამისა ეს გულისხმობს იმას რომ სხვა ორგანიზაციებსაც ვისაც აქვთ სურვილი კიდევ უფრო დახვეწონ ამეთი სერვისები მათაც გაუწევთ თქვენ კონსულტაცია კიდე გავუდგინო რომ ჩვენთან ამის კომპეტენცია წლების განმავლობაში დაგროვდა. კიდევ ერთი მაგალითი. ანუ მასშტაბურად არ კონკრეტულ რაღაცებზე მიდეჭველი. დიახ, მაგალითად აი თუ ახლა საუბრობთ მუნიციპალიტეტებზე, ახლა შეგვიძლია თქვა კიდევ ერთ ორგანიზაციაზე, რომელთან ერთადაც ჩვენ ვახორციელებთ პროექტს, ეს არის მაგალითად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. სადაც იყო ეს პრობლემა, მათ მიერ გაცემული დოკუმენტაცია, რომელიც ძირითადად მეზღვაურებისთვის გაიცემა. მეზღვაურის წიგრა კიდე სხვა სახის დოკუმენტები ხშირად უფრინდა პრობლემებს ქართულ მეზღვაურებს, რადგან არ იყო ეს აღიარებული საერთაშორისო. სულ იყო ამის პრობლემა. სულ იყო ამის პრობლემა. შესაბამისად, თვითონ ამ ორგანიზაციის კეთილინების შედეგად მოგმართეს ჩვენ და გთხოვეს გაუკეთებინა ერთობლივი პროექტი, რომლის შედეგადაც საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოხდებოდა არა მხოლოდ თვითონ დოკუმენტის ფიზიკურად დაბეჭდვა, არამედ მთელი პროცესი, რომელიც წინ უძღვის დოკუმენტის ბეჭდვას, მონაცემთა ბაზის შექმნა, აგრეთვე სისტემის მოწესრიგება და ასე შემდეგ, ყოფილიყო ჩვენი ერთობლივი პროექტი და უკვე ამ წლიდან ჩვენ დახმარებით, ასე ვთქვათ, ჩვენი მხარდაჭერით საზღვაო ადმინისტრაცია, პასპორტის აგენტო უკვე ბეჭდავს ისეთ პასპორტს, რომლის შედეგადაც ისეთ მეზღვაურის წიგნაკს, რომლის შედეგადაც წიგნაკები და არამარტო წიგნაკები სერტიფიკატებსაც გასცემს. დიახ, ასევე სერტიფიკატების და ყველა ის დოკუმენტაცია, ასე ვთქვათ, რომელსაც საზღვაო ადმინისტრაცია გასცემს, არის ასე ვთქვათ, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და შესაბამისად ძალიან წინსვლა გააკეთა ამ მხრივ ამ ორგანიზაციამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იგივე იმ პროექტთან დაკავშირებით მინდა საუბარი წეგან მე ვახსენო თქვათ იგივე რეგიონები და სოფლები, სადაც ეს საზოგადოებრივი ცენტრები შეიქმნა და რამდენიმე ჩემს ცნობილია ადგილობრივები არიან ძალიან დაკავებულები და დასაქმებულები ამ ცენტრებში და ამ ცენტრებზე რო ვისაუბროთ, თუ რა ცენტრებია ესენი? კი ბატონო, ერთ-ერთი ძალიან წარმატებული პროექტი ალბათ, რომელიც ჩვენ წამოვუწეთ, არის საზოგადოებრივი ცენტრები და მიზანი ამ პროექტის იყო ორი, ერთი მიზანი არის რომ სერვისებზე ზოგადად არ არის საუბარი მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციის სერვისებზე ზოგადად მომსახურებაზე იყოს ხელმისაწვდომა გაცილებით უფრო მაღალი და მარტივი სოფლად და მეორე მნიშვნელოვანი მიზანი ამ პროექტის არის ის რომ სოფლში შეიქმნა შესაძლებლობები იმისა რომ მოსახლეობამ გამოიყენოს თანამედროვე ტექნოლოგიები ის ბარიერი რაც არსებობს ვთქვათ არის კომპიუტერთან მიმართებაში, ინტერნეტის გამოყენებასთან მიმართებაში და სხვა ტექნოლოგიებთან მიმართებაში ნელ-ნელა მოისმოს და ასე ვთქვათ ამ მხრივ განვითარების უფრო დიდი შესაძლებლობა გაჩნდეს რეგიონებში. რაც შეეხება სერვისებს. ჩვენ ესეთი მოდელი შევუმუშავოთ, იქიდან გამომდინარე, რომ ცხადია, ყველა ორგანიზაცია ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ სოფლებში ვთქვათ სრულად ანაზღაურებადი თანამშრომელი ყოლოდა, ორი ადამიანი ითავსებს 4 ორგანიზაციის სერვისების განვითარების სააგენტოს, ანუ ჩვენი საჯარო რეესტრის სააგენტოს, ეროვნული არქივის და ასევე ესეთი შეფასება არის მექანიზატორი მის ფუნქციებს და გაცემენ აი ამ 4 ორგანიზაციის მომსახურებას. შესაბამისად, საზოგადოებრივ ცენტრებში მოსახლეობას აბსოლუტურად სოფლიდან გაუსვლელად შეუძლიათ აიღონ როგორც პასპორტი და პირადობის მოწმობა, ასევე მიიღონ მომსახურება
ასევე სოციალური მომსახურების სფეროში, მაგალითად, იმიტომ რომ სოციალური მომსახურების საგანძურფ არის წარმოდგენილი და სხვადასხვა შემწეობები თუ პენსიები იქვე დაენიშნოთ, ასევე მიწის რეგისტრაცია და ისეთი საკითხები, როგორც არის საჯარო რეესტრის მომსახურებაში, ასევე არქივთან დაკავშირებული და ასე შემდეგ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის მდგრადობაც, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფილი არის უკვე და მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები უხდიან ხელფას იმ ორ ადამიანს, რომელიც არის წარმოდგენილი საზოგადოებრივ ცენტრში და უშუალოდ გასცემს ამ მომსახურებებს, მუნიციპალიტეტებს ამით დამატებითი თანხის გადახდა არ უწევთ, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებრივ ცენტრებში ჩვენ გავაქირავეთ ფართი კერძო სექტორზეც და არის იქ წარმოდგენილი საბანკო სექტორი, ასევე ლიბერტი ბანკის სახით, სადაზღვევო სექტორი ალდაგის სახით და ასევე არის პრაქტიკუმი წარმოდგენილი. შესაბამისად, ერთი რომ მათ მიერ გადახდილი იჯარის თანხით ხდება სრული დაფინანსება ამ ორი ადამიანის ხელფასის და ასევე იმ სხვა დამატებითი ხარჯების, როგორც არის ვთქვათ ინტერნეტი, რომელიც სწრაფი ინტერნეტი, რომელიც აქამდე ასეთი ხარჯი საერთოდ არ ქონდა მუნიციპალიტეტს, იმიტომ რომ ფიზიკურად ინტერნეტი სოფლებში არ იყო და ასევე ცხადია ეს სამი ორგანიზაცია გასცემს საკუთარ სერვისებს სრული სპექტრით და ჩვენ შევქმნით ძალიან ისეთი ლოკალური ცენტრები, სადაც აბსოლუტურად ფაქტობრივად ყველა პირველადი და არა მხოლოდ პირველადი საჭიროების სერვისი არის. რომ თქვა სოფლის განვითარების სფეროს შევეხოთ ასე ვთქვათ, ანუ ამის მხარდასაჭერად პროექტით შემუშავდა და კონკურსის ჩატარდა ინოვაციური ეგრეთ წოდებული პროექტების გამოსავლენად. და გამარჯვებულების დასახელდა და ამასაც რა შევეხოთ 2-3 სიტყვით ჩვენ გვაქვს ასევე გრანტის გაცემის ასე ვთქვათ უფლებად და პირველი გრანტი რომელიც ჩვენმა ორგანიზაციამ გასცა სწორედ იყო იმაზე ორიენტირებული რომ იმ ადამიანებს ვისაც აქვთ იდეები თუ როგორ შეიძლება სოფელში განვითარების ხელშეწყობა მიცემოთ საშუალება და წარმოედგინათ მათ კონკრეტული იდეები. ერთ-ერთი ასეთი იდეა, რომელიც გამოვლინდა იყო ის, რომ შექმნილიყო გარკვეული ვებგვერდი, რომლის საშუალებითაც მარტივად შეეძლებათ მოქალაქეებს, რომ დაუკავშირდნენ ერთმანეთს და თუ აქვთ მაგათი პროდუქცია განსაკუთრებიან შესაძენი, მათ შორის მოხდეს უფრო მარტივი კომუნიკაცია. ხარჯით თქვენ შეიძლება დაგებოთ კითხვა, რომ სოფელში არც თუ ხშირ შემთხვევაში აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ ისარგებლონ ვებგვერდით და ინტერნეტით. სწორედ ამიტომ ჩვენ გვინდა რომ საზოგადოებრივი ცენტრის სახით შევქმნათ ისეთი ტიპის დაწესებულებები, ისეთი ტიპის ცენტრები, სადაც ჩვენი თანამშრომლები, ეს კონსულტანტები აუხსნიან და დაეხმარებიან ადგილობრივ მოსახლეობას იმაში, რომ იქვე უფასო კომპიუტერის და ინტერნეტის საშუალებით, რომელიც არის წარმოდგენილი, მათ შეასრულონ ისეთი ოპერაციები, რომელიც მათ დაეხმარებათ სხვადასხვა პროდუქციის გაყიდვაში, შეძენაში, უბრალოდ ინფორმაციის მიღებაში და გახდებიან უფრო, ასე ვთქვათ, მიმღები ახალი კომუნიკაციების მიმართ. უღმესი მადლობა მომზადებისათვის, გისურვებთ წარმატებებს ამ ძალიან საინტერესო საჭირო საქმეში და იმედია რომ შემდგომ კიდევ გვეწევი და რაღაც შემდგომ სიახლეებსაც გაგვესწრებათ. გაგეშე გახსენებთ რომ გადაცემის სტუმარი გახდათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სამადაშვილი.